Გამემშვიდობისა ბავშვებო. დღეს 31 დეკემბერია, სულ რამდენიმე საათში საქართველოში 2025 წელი დადგება. მინდა რომ მე მოგილოცოთ. გისურვოთ სილაღე, სიმსუბუქე. ითამაშეთ ამ ცხოვრებაში. და მჯერა რომ აი ეს ბევრი წიგნი რაც წავიკითხეთ ერთად, მოისმინეთ. აი ეს ბევრი სხვა ისტორია, სხვა ადამიანები, სხვადასხვა ისტორიები დაგანახებთ, რომ ძალიან ლამაზია ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რთული რაღაც ხდება და არ არის ადვილი. და სურვილი გექნებათ ყოველთვის, რომ გაიგოთ, ღია გქონდეთ გონება, რა ხდება, რატომ ხდება, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები, რა შეიძლება იმათგან ვისწავლოთ. და მჯერა, რომ ყოველთვის დაიცავთ და დაეხმარებით ადამიანებს, რომელსაც უჭირთ და თქვენ საკუთარ თავს, თქვენ ახლობლებს თუ უცნობებს და ამავე დროს დატკბებით და გეცოდინებათ და დარწმუნებულები იქნებით ყოველთვის, რომ ეს ცხოვრება თქვენთვის არის, რომ აქ იმიტომ ხართ, რომ ანათოთ, იკაშკაშოთ, აღმოაჩინოთ, იმოგზაუროთ. მოკლედ, ეს იყო და ეს ეხლა დავიწყოთ. წაკითხვა. დღეს უნდა წაგიკითხოთ. მენახირე ბიჭზე. ხო არიან წყემსები. მენახირი არის ვინც აი დიდ პირუტყვებს გაყავთ საძოვარზე, უვლიან, ზრუნავენ, ხო? ეს წიგნი ჩემმა მეგობარს გიორგი ლაღიძეს ვთხოვე. და რომელმაც დიდი სიხარულით დამითმო და მითხრა, რომ კი, ნინო, წავუკითხე, ბავშვებს აბარა. და მადლობა მინდა გადაუხადო გიას. არის დიდი სკელი წიგნი, ამიტომ რაღაც ნაწილს წავიკითხოთ დღეს და მე გავაგრძელებთ და მართ დავასრულებთ. არის ულამაზესი ილუსტრაციები. წიგნის ავტორი არის რეჯინა ლინკი. ავტორიც და ილუსტრატორიც ნახოთ. წიგნი სიყვარულზე, თანაგრძნობაზე და შენს თემზე, ტომზე, ახლობლებს. წიგნი ეძღვნება ჩემს დედიკოს, რომელმაც მასწავლა რა არის სწორი, როგორ გავარჩიოს სწორი არასწორისგან და ეძღვნება ჩემს მამიკოს, რომელმაც მაჩვენა როგორ უნდა ვიცხოვრო ამ სამყაროში, სადაც ზუსტად ორივეა, არის სწორიც და არასწორიც. შესავალში ავტორი ამბობს თავის ბავშვობაზე, რომ ადრე ცხოვრობდა ტაივანში, ხო, აზიაში, სადაც ახსოვს, რომ მასწავლებელმა უთხრა, რომ ვერასდროს ვერ გახდებიო კარგი მხატვარიო. და მე გადავიდა თურმე მისი ოჯახი ამერიკაში საცხოვრებლად და იქ სკოლაში მასწავლებლები აბსოლუტურად სხვანაირად ეუბნებოდნენ, ექცეოდნენ და მიხვდა როგორ უჭერდნენ მხარს, როცა იზრდებოდა რა. და მიხვდათ იმისა, რომ ტაივანში სკოლაშიო მასწავლებელი მაინც ყოველთვის მეუბნებოდა, რომ შენ თვითონ დაიწყე ხატვა, შენებური სტილი აიღე, ნუ ბაძავს ხომ თითქოს ეხმარებოდნენ. თავსო კარგად არ უგრძნობდიო, რომ სულ მეგონა რომ არ ვხატავდიო კარგათო რა. ვერ ხვდებოდი როგორ შეიძლებოდა რომ მხატვარი გამოსულიყავიო. და მე 35 წლის რო ვიყავიო. და როცა გადავედით ამერიკაში ჩემ მშობლებთან ერთად, იქ უცბად
აღმოვაჩინე, რომ შემიძლია აბსოლუტურად ეს რა ქვია, ახალი გზა ამერჩიაო და ჩემ ქმართან ერთადო, როდესაც გავიშლე პატარა შვილუკან, დავიწყე და მისვამდა ბევრ შეკითხვებსო, რა არის ცხოვრება, რომ მოვკვდებით სასწაულს და ასე შემდეგ, შიშზე, სიყვარულზე, სამართლიანობაზე, უპატიებაზეო, გადავწყვიტეო, რომ აი ამ ჩემი შვილის დახმარების დამეწერო წიგნიო მისთვისო და მე მივხვდიო, რომ ამ წიგნს რო წერდიო, რეალურად ჩემთვისაც წერდიო, რომ როგორი არის ადამიანობაო და მოკლედ ეს წიგნი არის ადამიანობაზე და იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგეწონებათ. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი არის ბიჭი, ხარი და კურდღელი. და მე მომაგონა ხარი და ეს მენახირე ბიჭი ჩვენ რო გვაქვს ციქარა, ხო? იქაც ხო ხარი არის და ბიჭი მთავარი პერსონაჟები და ნახოთ როგორია ის. ხანდახან გრძნობ და განცდა მაქვს, რომ ვარ ციცქნა, წყლის წვეთი ამ უზარმაზარ სამყაროში. ნახე რა ლამაზია. რამხელა, როგორი საოცარია ბუნება რა და ყველა ქვეყანაში თავისებური არის ეს ბუნება. საოცარია რა. ბიჭი ოჯახის ხარს ბიჭმა მოიხედა, რომ იმიტომ რომ შეამშორა მისი ხარი, ოჯახის ხარი მას უყურებდა. შენმა ბაბუამ გამოგიგზავნა ჩემს მოსაძებნად სახლში რომ წამიყვანო დღეს. კითხა ხარმა. კი, მაგრამ მეშინია, უპასუხა ბიჭმა. არა უშავს. შიში ბუნებრივია. მაგრამ სიკეთით ამას გადავლახავთ. ხა, ბუნებრივი, ყველას გვეშინია ხო? ბიჭს უჭირდა ხარზე შეჯდომა. ვერ დაიწყო ტირილი. ხარმა გამხნევა. შეგიძლია. არის ჩქარო? ისუნთქე. ვაუ. ამ სიმაღლიდან სულ სხვანაირად ჩანს ხედი. კი, ხშირად ასია დაეთანხმა ხარი ღიმილით და შემდეგ სახლისაკენ გაეშვა. ცხოვრების უდიდესი აღმოჩენები კეთდება მაშინ, როდესაც ჩვენ უწყვეტად ვუყურებთ ახლებურად ჩვენს სახლს. ხშირად არის ხომ, რომ საფხულში დასასვენებლად რომ წავალთ, მერე რომ ჩამოვდივართ გზაზე, ხო, როგორი ნაცნობია ის სახლიც, ქუჩებიც, მაგრამ თითქოს სხვანაირად ხედავ ახლიდან, ამიტომ ყოველთვის ვეცადოთ და მან ახალ რაღაცებს აღმოვაჩენთ ხო. აი, როგორ მუშაობენ. მე მგონი ბრინჯს კრეფენ. რა ლამაზად არის გამოყოფილი, ხო? ხეები, მცენარეები, სხვა. წყემსი ბიჭისთვის დარგვა ახალი სამუშაო იყო. ძალიან მიჭირს. გასაჩივრა ბიჭმა. ბაბომ თავი დაუქნია. კი, მაგრამ ყველაფერი ასე არის. ნუ, მინიმუმ დასაწყისი ხოლმე. ანუ თავიდან ყველაფერი გვიჭირს ხოლმე. რა? მაგრამ მე იცვლება ეს ყველაფერი. მაგრამ ბიჭის ყველაზე უკეთ ხარს ესმოდა. რადგან მეც მიწვალია, მეც ვწვალობდი, უთხრა ხარმა. მე ვხედავ შენც რო წვალობ. შენი ტკივილი, ჩემი ტკივილია. ანუ ადვილი არ არის არა. როცა გიჭირს. და შენ არ იღლები ხოლმე ყოველ დღე ამ საქმეებს რო აკეთებ, კითხა ბიჭმა. რა თქმა უნდა, უპასუხა ხარმა. მაგრამ მერე მახსენდება, რომ ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს ჩემნაირი ცხოვრება რომ მქონდეს.
ზოგს ამის შესაძლებლობაც არ აქვს, არა? ზოგს შეიძლება ისეთ კივა ფეხები, რომ საერთოდ ვერ მოძრაობს და შეიძლება ნატრობს ხოლმე, რომ ოღონდ შევეძლო სიარული და ყოველდღე ვიშრომებ. ხო, ბევრნაირია და ამას იხსენებს ხოლმე ხარი და მე ეს ძალას აძლევს. ხანდახან შეგიძლია ძალიან პატარა რამის გაკეთება სხვისთვის და ამან უდიდესი სხვაობა გამოიწვიოს. სულ მცირე ქმედებაც კი, ნახე, უბრალოდ მიაწოდო. ტოტები, მეორე ადამიანისთვის შეიძლება ძალიან ბევრს ნიშნავდეს. წყემსმა ბიჭმა თქვა, როცა ყველაფერი ნათქვამი და გაკეთებული იქნება, მართლაც არაფერია იმაზე კარგი და საყვარელი, ვიდრე შუა დღეს არაფერი აკეთო. უხრა გემრიელად იღიმის კუსთან ერთად ისვენებს. ახლა სხვა რამის კეთების დროც დადგა. ერთ დილით ბაბუმ უთხრა ბიჭს. წამოდი, გავისეირნოთ. სად მივდივართ? კითხა მენახირე ბიჭმა. ამას აქვს მნიშვნელობა? კითხა ბაბუმ. ხო, მე მგონი არ აქვს მნიშვნელობა. სად მიყავს? ხანდახან შეიძლება არ იცოდეს სად მიდიხარ, მაგრამ სეირნობისას გომბე შენახა, შეაშინა ბაბუ. მე მგონი ფრანიც გაუშვეს ერთად. უპს! ხეში გაიჭრა, გაიჭედა ფრანი. გემრიელად ერთადაც გააკეთეს ხა სადილი. ჩხილებით ჭამს. შემდეგ ბადებსაც აკეთებს ბაბუ და ბიჭიც ეხმარება, ბიჭსაც აჩვენებს, ბიჭსაც ასწავლის, რა საინტერესო არა. დიდი მადლობა. ჩაილუღლუღა ბიჭმა. ძილის წინ. დაიღალა. მაგრამ ამ დაღლისას ხელში რო აიყვანა ბაბუს მადლობა გადაუხადა, ისეთი საოცარი დღე რო გქონდა. შალბარაკ სად მიდიხარ ხო? რას აკეთებ? ეგარი. აი. ხამე. და ის, რასაც ისინი ყოველდღე ხედავდნენ, ხო? აი ამ ყველაფრის მიღმა სხვა სამყაროც იყო ხოლმე. ისეთი უცნაური სიზმარი ვნახე და თან ნამდვილი და რეალური მეგონა. თქვა ხარმა თავის გაქნევით, ანუ საოცარი უცნაური სიზმარი ვნახე, მაგრამ ნამდვილი მეგონაო. მე ვინ ამბობს, რომ არ იყო ნამდვილი? იკითხა ბიჭმა. ხო? რატო არის რომ სიზმარი ხო, ანუ ისიც ნახე, სხვა სამყაროა. გიშდები ღამე სიზმრების ნახვაზე, მოგზაურობ, ანუ თითქოს ფილმებს უყურებ და შენ ხარ მთავარი კვი. ერთ დღესაც მენახირე ბიჭმა აღმოაჩინა, რომ კომბოსტო გაქრა. ბაღიდან. რას ფიქრობ? რა არის შიგნით? გაიკვირვა ბიჭმა. შეიძლება ახალი მეგობარი. შესთავაზა ხარმა იდეა. ჩვენ თუ ასე ავირჩევთ. ჩვენ როგორც გვინდა ისე შეგვიძლია შეიძლება აღმოჩნდეთ, რომ ახალი მეგობარი გყავს. და უეცრად კურდღლის ცხვირი ცნობის მოყვარეობით აცუქმუტდა ისეთი. ვინ ხარ შენ? იკითხა კურდღელმა. მენახირე ბიჭი ახლოს მიწია.
შენაერი არსება ვარ, ოღონდ ცოტათი სხვანაირი. როგორი უცნაურია რა, ვაშენებთ კედლებს. მხოლოდ იმისთვის, რომ მე, როდესაც შემოუშვებთ ამ კედლების შიგნით ვიღაცას, აი მისი სილამაზით გავაცდეთ. მადლობა, უთხრა კურდღელმა. ანუ რა საყვარელი ბიჭია, როგორ მიხვდა ეგრევე, რომ კურდღელსაც ზუსტად ისევე აინტერესებს რაღაცები, როგორც ამას მაგალითად, ხო? უბრალოდ განსხვავდებიან. როგორ მიიღოთ. ზოგჯერ შეგიძლია ძალიან მცირე რამის გაკეთება. და ამას შეიძლება დიდი სხვაობა და ცვლილება მოჰყვეს. რა? ეს იყო და ეს. დღეს შევისვენოთ ამით, ხა? და ხვალ გავაგრძელოთ შემდეგი ეპიზოდი. მენახირე ბიჭის ცხოვრებიდან. დასასრული. გისურვებთ ტკბილ ძილს. და ლამაზ სიზმრებს. და იმედი მაქვს, რომ დილით რო გაიხვიძებთ, ჩადასნურ სითბოს და სიყვარულს იგრძნობთ. კვეცნით. ხვალამდე 2025 წლამდე.